მოკლედ პირველი შემთხვევაა, რომ Google Maps-ის გარეშე მოვაგენით მე და შენ, აი 5 ნომერი არის იქ და დღეს გაგაცნობთ ძალიან საინტერესო ადამიანს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ზრუნავს ქალბატონებზე და მათ სტილზე, თანაც ამას საკმაოდ ორიგინალურად აკეთებს, ასე რომ ვისაც გაინტერესებს თუ ვინ არის ეს ადამიანი, გამომყევით. დადან, ჩვენი გიგა. მოდი ამას გაგიკეთეთ, სანამ უშუალოდ გაათავალთ საქმეზე. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი სახელი ქვია თქვენს გადაცემას, იმიტომ რომ სათქმელი ნამდვილად ბევრია. და ეს მაღაზია გავხსნე იმისთვის, რომ ქალბატონებმა იქცნენ ლამაზად და გამორჩეულად თავი. გიგა, ახლა მითხარი შენი მთავარი სათქმელი რა არის ალბათ უფრო ქალბატონებისთვის, ხო? ჩემი აზრი არის ზოგადად ქალბატონებს მინდა ამისკენ მოუწოდო, რომ არ არსებობს კონკრეტული ტენდენციები, ტრენდები. კი, არსებობს, რა თქმა უნდა, რომ არსებობს, მაგრამ ამ ყველაფერთან ახლოლა ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ რთულია. გიგა, მე მაინტერესებს, აი, როდესაც ადამიანი და გოგონა, ქალბატონი, ანუ მიდის დეიტზე, რა უნდა ჩაიცვას. შევატაროთ პატარა ექსპერიმენტი, რა სიტყვი და გავაკეთოთ 3 რჩევა. პირველი, ანუ, როდესაც ქალბატონები მივდივართ დეიტზე, რა უნდა ჩავიცვათ, როდესაც მივდივართ მაგალითად ბიზნეს შეხვედრაზე და როდესაც მივდივართ პანაშვიდზე, იმიტომ რომ ესაც მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ სტილი, როგორ უნდა, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ესე ვერ წავალთ, ხო? გაჩნივის პანაშვიდზე. შეიძლება ყოფილის პანაშვიდზე მივდივარ. ეგარა, მოდი კარგად იყვნენ, ყოფილის ჯობია, ყველანი კარგად იყვნენ. უბრალოდ აი ეს რაღაცა 3 რჩევა რომ მოგწ. გიგა, მოკლედ მივდივართ დეიტზე, აბა? რას ვირჩევთ? გაჩნია ადამიანის გემოვნებას ალბათ, მაგრამ მაინც მე ვთვლი, რადგან ეს წითელი კაცია და ასე თუ ისე წითელი სიყვარულის ფერია. და შენ შეგიყვარდა. მე მყავს ჩემი სატრფო უკვე ბევრი წელია. გამიწუნა. გიგა, იცოდე, დღეს რო წავალ მე დეიტზე და იქიდან რო დაწუნებული წამოვიდე, მოგაკითხავ შენ. ერთი ვარიანტი, რასაც ვფიქრობ, ეს არის აი ეს პიჯაკი. აბა თან ისეთი ფერი ამგონია რომ მოგიხდება. აბა ვნახოთ. და თუნდაც რაც გაცვია, უბრალოდ ფეხზე რო რაღაცა დავამეტო, ეგეც შეგიძლია. ერთი ესე. კი ბატონო. მე მგონი კარგი იქნება. მე მზად ვარ. აბა გიგა, როგორ მოგწონს? როგორ წარმატებულად მიმდინარეობს, ესე იგი დეიტის კი ბატონო, ამბავი. თან მე მგონი ეს არის უფრო რაღაცა 70-იანი წლები, არა გიგა? 70-იანი. კი, 80-იანი და 70-იანი. ეგეთი ის არის და შეგვიძლია ხელზეც ასევე. ძალიან მილიონერი არ ვეგონო. ეგონო რა. რა კარგია. პანაშვიდზე ჩემი აზრით არ არის აუცილებელი რომ მაინც რაღაცა დახურვა და შემდეგ მით უმეტეს ახლა ისეთი პერიოდი ყავს ზაფხულის თქვათ, ხო? შეგვიძლია რაღაცა ისეთი ავაწყოთ, რაც იქნება თან ასეთი გრილი, მაგრამ თან ასევე რაღაცა მოვიცვათ, რა თქმა უნდა, ცოტა რაღაცა ეტიკეტს ავიცვათ. აი ეს ყავა ჩემი აზრით მოგერგება და მოგიხდება. კი ბატონო. ვნახოთ. და ასევე ესეთი ფანგრილია. გადასარევი. მე მგონი დროა გამოვიცვალო. გამოსვლა ნომერი 2. აბა როგორ მოგწონს? ახლა მე მგონი ჯობია რომ ესეც მოვიცვათ, რომ საერთოდ უკეთ დაბინახოთ. თან კომფორტულადაც რომ ვიგრძნოთ თავი. ეს სათვალე აუცილებელი აქსესუარია ჩემი აზრით პანაშვიდის დროს, რომ ჩვენი თვალები არ გამოჩნდეს. და ასევე მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ვინ იყურებს, ვინ იცი პანაშვიდზე. და გიგა დაგვრჩა მესამე ლუკი ბიზნეს შეხვედრა. გადავაკიდეთ თქვენზე წითელს არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ საკმაოდ გიხდება. შევცვლი რომ დამეუნგა. კი ბატონო, გიხდება საკმაოდ. ეს წითელი ორაულია. წითელი თქვა არ არის. ღვინისფერი ფაქტიურად. თავისი ქვედაბოლო აქვს. კი ბატონო. მზად ვარ ბიზნეს შეხვედრისთვის. სადაც და ლამაზად. აბა რა სიტყვი? როგორ მოგწონს? მე ისევ არჩევან შარში. ნამდვილი ვინტაჟური ბიზნეს შეხვედრა იქნება, მე დაწუნებული ვარ. გიგა, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამომაწვე ამ ლუკებში და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ახლა მითხარი შენი მთავარი სათქმელი რა არის, ანუ რისი თქმა გინდა საზოგადოებისთვის და კონკრეტულად ქალბატონებისთვის. და მინდა ქალებს მიმართო, რომ ეზაბან ესეთი ნივთები, რომლებიც განწყობასაც შეუცვლით, იმ ყოველდღიურ რუტინასაც შეუცვლით და შემეტანონ უფრო მეტი ფერი და მეტი განწყობა მათ გარდერობში, თუნდაც ერთი პატარა ნივთით არ აქვს
მნიშვნელობა ის იქნება რაიმე სადაც უპერადი აქსესუარი თუ პიჯაკი თუ პერანგი არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის შეგიძლიათ გაიხალისოთ საკუთარი თავები. ამიტომ რა დღევანდელი დღე შევეცადე რომ აბსოლუტურად შემოვსო თქვენთვის და თქვენი მოთხოვნილებები სამეთმაყოფილებია. გამოგივიდა, მოდი ერთი ფოტოც გადავიღოთ და აი ესე ლამაზად და ფერადად დავასრულოთ ჩვენი ვლოგი. გაიღიმე?